ტოპ 5 აქტივი ვთქვათ, რითი შეგიძლია საქართველოში შეოფული, მაშინაც კი როცა გძინავს. ნუ საქართველოში ხა ყველაზე მარტივი გზა მე მგონი არის ხოლმე კომერციული უძრავი ქონება, კომერციული უძრავი ქონება, ანუ მაგ აფთიაქს რომ მიაქირავებ, სუპერმარკეტს რომ მიაქირავებ, საფუნთუშეს რომ მიაქირავებ, ანუ ბიზნესებს რომ შეგიძლია რომ მიაქირავო, ეგ მეტნაკლებად მგონია რომ ისეთი ფართები არის და ისეთი ბიზნესია, რომელშიც შეგიძლია რომ ხო გზინავს და ფული შემოგივა და თვითონ კვადრატულ მეტრზე იჯარაც მაღალი არის რა, კი, ფასიც მაღალია, მაგრამ კვადრატულ მეტრზე იჯარაც მაღალია. ეგ ერთი კომერციული ფართი. მე ხა საქართველოში რავი, საქართველოს ბანკის მობილ ბანკი რო გადმოწერო $1 შეგიძლია რომ აქციები რა მე მაგას ვაკეთებ რა. შესაძლოა S&P 500 შეგიძლია ფული დააბანდო, სულ მართლა $1 რო დააბანდო, ეგეც შეგიძლია გააკეთო. რა მე მაინც მაკეთკენ წამივიდო და კიდე რა შეიძლება იყოს. ოკეი, ეგ ორი. მესამე? თუნდაც სამი ვთქვა. ნახე რავი, არის რა ისევ ქართული კომპანიის აქციები ობლიგაციები. მე ხა მაგაში ბევრი რა უნდა გიქ. ან უძრავ ქონებაში უშვებ, ან ოქროში, ან კრიპტოში. უბრალოდ აქტივი რაზეც ვლაპარაკობდით, როცა პასიურ შემოსავალს ქმნის, ეგ არის ან საკუთარი ბიზნესი რომელიც გააქვს, ხარ ფლობელი და დივიდენდებზე ცხოვრობ და ვიღაც CEO ყავს დაქირავებული და ის მუშაობს, კარგია. მეორე უძრავი ქონება იგივეა რა, რავი, მე რა გაქირავებული მაგ და ვიღაცა ფარმადეპოს CEO მუშაობს და გიხდის შენ იჯარას. ხო ეგრე გამოდის იდეურად და შენ ეგრე ხარ? აქციები რავი, ვიღაცები მუშაობენ იქ რაღაცას ქმნიან, ზოგი ტელეფონს ქმნის, ზოგი რაკეტას აკეთებს, ზოგი რაღაც ხელოვნური ინტელექტს ქმნის და შენ ამ დროს რავი, შეიძლება კაფეში იჯდე და ჩაისვამდე, მაგრამ ის ან დივიდენდს ან ღირებულებას რაღაცას ქმნის, მაგრამ ეგ რო შექმნა, შენ აქტიური შემოსავალი უნდა გქონდეს ჯერ. ანუ პასიური შემოსავალი 20 წლის ასაკში შენ თუ პასიურ შემოსავალზე ფიქრობ, კარგად მეყოლე, ჯერ ფულის შოვნა უნდა ისწავლო რა. ჯერ ხელფასი საჭიროა. ეგრე ჯერ თავიდან მაინც შეიძლება გადაგდო.